თეატრი ანარეკლი ერთგვარი ლაბორატორიაა, სადაც ამბავს სხეულის ენაზე გარდაქმნიან და მუდმივად ექსპერიმენტებს მიმართავენ. მე შემიძლია ალბათ ვთქვა თავამად, რომ მათ თვალს ვადევნებ თავიანთი პირველი სპექტაკლებიდან. და აი, თავარი ალბათ პირველ რიგში რაც მინდა აღვნიშნო არის ის, რომ ჩემი მოკრძალებული აზრით, როდესაც ვუყურებ სხვადასხვა სპექტაკლს, პირველი სპექტაკლი, მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ, აი, ყოველ სპექტაკლის შემდეგ არის ძალიან დიდი განვითარება, ძალიან განსხვავებული ნაბიჯები აქვს გადადგმული და შეიძლება დავინახოთ ახალი ხედვა მათ ნამუშევრებში. რაღაცა რომ გადახეთქავს კალაპოტს და სადღაციდან აი ასფალტზე რომ ბალახი ამოხეთქავს, ხო? აი ესე არის ყველა არასახელმწიფო თეატრი, რომელსაც არ შეუძლია რო არ დადგას. უფრო მნიშვნელოვანი არის ის ჯანსაღი, ნება, რომელიც არ გუბდება შენში და ამოფხეთქავს. და თუ ამას მე აერთიანებს რამდენიმე ადამიანი, რომელიც ერთ ენაზე იწყებს ლაპარაკს, როგორც აი ამ ანარეკლის შემთხვევაში მოხდა, უკვე ამ ხალხის ყურება სასიამოვნოა. დასი შემთხვევით დაიბადა. ერთ-ერთმა თეატრმა, სადაც შემოქმედებითი პროექტი უნდა განხორციელებულიყო, მოულოდნელად ფუნქციონირება შეწყვიტა. რეჟისორმა გიგი ლორიამ მსახიობებზე პასუხისმგებლობა აიღო და ნულიდან ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე შექმნა ორგანიზაცია. ესე დავიწყეთ ორგანიზაციის გაკეთება და თავისთავად დაიბადა თეატრი. მერე ისე მოხდა, რომ ეს სპექტაკლი გავიტანეთ უსიერი, გავიტანეთ საერთაშორისო ფესტივალზე და გავიმარჯვეთ და დავიმსახურეთ გრან-პრი და რაღაცნაირად თითქოს ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი და პირველი ნაბიჯები ესე საინტერესოდ განვითარდა და მაგან კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგვცა, რომ გვეკეთებინა და არ გავჩერებულიყავით. სახელი ანარეკლი თეატრის მიზანს გამოხატავს. აირეკლოს ის, რაც პულსირებს საზოგადოებაში, ქვეყანაში და ჩვენს ირგვლივ. ცებ გამახსენდა მოვიდა საიდანაც შექსპირის სიტყვები, რომ თეატრი არის ხორების ანარეკლი და ხო, ანარეკლი და უი რა მაგარია და უცებ რაღაცნაირად ესე საინტერესო გახდა ჩემთვის ეგ სახელი და ვფიქრობ, რომ ბოლომდე თეატრი ანარეკლი რაღაცნაირად მგონია, რომ დიდხანს იარსებებს, იმიტომ რომ ჩვენ რა საფუძველიც აქვს ამ თეატრს, რომ აირეკლოს პულსირებდეს ქართულ საზოგადოებაზე პირველ რიგში, ამ ხაზს ჩვენ არ ვწყვიტავთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეგ გავიტანოთ ბოლოში. თეატრის სათავეში დგანან გიგი ლორია და სალომე ფილიშვილი, რომლებიც ერთდროულად ითავსებენ რეჟისორის, ქორეოგრაფისა და მსახიობის როლებს. როგორც ხვდები, გადანაწილებული აქვთ თავიანთი როლები, ასე ვთქვათ, ისე რომ ერთი არის ქორეოგრაფი, ერთი არის რეჟისორი, მაგრამ ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად თვითონაც თამაშობენ სპექტაკლებში, როგორც სალომე ფილიშვილი, ასევე გიგი ლორიაც. გიგი ლორია, რეჟისორი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დრამატურგიას და ამბავს სხეულის ენით გარდაქმნის. ყვებიან ამბავს, განიცდიან და შენთან ერთად თანაარსებობენ. ანუ ეს იმდენად ბეწვის ხიძე სასიარულო საქმეა, რომ ეს ცხადი არის არაჩვეულებრივი პანტომიმა, არაჩვეულებრივი ქმედება. მე ყოველთვის გიგი დიდ ნიშნებას ანიჭებს დრამატურგიას. აი ამბავი მისთვის არის ძირეული. მისი სპექტაკლები არის რაღაცა კათარზისის მომგვრელი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ეს არის რაღაც გულწრფელ ემოციაზე დაბადებული. ვცდილობთ, რომ აი რასაც ფიქრობთ და რასაც თვითონი პროცესში იბადება, ის გულწრფელად თქვათ. ყველა სპექტაკლი არის ექსპერიმენტი, ყველა არსად არ ვცდილობ, რომ რაღაცა ესე ერთი გზით, ერთი მიმართულებით ვიარო, ყოველს ვცდილობ, რომ რაღაც ახალი შევმატო ამ პროცესს. არის პიესები, რომელიც მგონია, რომ უშუალოდ არავერბალური თეატრისთვის არის და უფრო საინტერესო არის, იმიტომ რომ არის პიესები, სადაც მეტი ინტერპრეტაციის საშუალება რჩება მაყურებელს და ეს ჩემთვის უფრო საინტერესოა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ აი სათქმელი, რაც მაწუხებს, მივიტანო მაყურებლამდე და ფორმა, რომლითაც ჩემთვის უფრო საინტერესოა ამ სიტყვის და ამ სათქმელის მისატანად, აი თვითონ მუშაობის პროცესში იბადება. სალომე ფილიშვილს მაყურებელთან საუბრის საკუთარი უნიკალური ენა აქვს. სალომე ფილიშვილის ქორეოგრაფია, რომ
ვიკვლიოთ შევადაროთ სხვა რაღაცებს, ვერ აღმოვაჩენთ, რომ სადმე სხვაგან არის. იმიტომ რომ შეიძლება ერთი და იგივე მოძრაობა გამეორდეს სხვადასხვა სპექტაკლში, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა ემოციის, სხვადასხვა დატვირთვით და უკვე აღარ გაქვს ის მომენტი, რომ აკეთებს ერთი და იგივეს. ჩემთვის ძალიან საინტერესო არის ის, რომ სალომეს, როგორც ქორეოგრაფს, აქვს აბსოლუტურად თავისი ენა. რითაც მე ესაუბრება მაყურებელსაც და როგორც ლაბორატორიაში თავიანთ სამუშაო სივრცეში ამას გადასცემს იმ მონაწილეებს, იმ მსახიობებს, ვისთან ერთადაც მუშაობს. თავისუფლებისთვის იბრძოლით ხოლმე თქვენ იბრძოდით, ხო რატომ უნდა იბრძოლო? მაინც და მაინც რატომ არის ბრძოლა, საჭირო სიყვარულისთვის ბრძოლა, არის საჭირო მშვიდობისთვის ბრძოლა, არის საჭირო ოჯახისთვის ბრძოლა, რატომ იბრძოდით? თეატრს არ ყავს მუდმივი დასი. რეჟისორები მუდმივად ეძებენ ახალ სახეებს. ყველა სპექტაკლზე ვცდილობ, რომ გავაკეთო შერჩევა, ეგრეთ წოდებული კასტინგი და ბევრი ადამიანისგან ავარჩიო, იმიტომ რომ ახალ ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ისინი კიდე ახალ იდეებს და ახალ შესაძლებლობებს ბადებენ შემოქმედებითი პროცესის დროს. ესეც ალბათ ერთგვარი ძიება, შეიძლება საერთო ჩამოყალიბებული დასის ძიება იყოს, შეიძლება რეჟისორების მხრიდან ეს იყოს ექსპერიმენტი, იმუშაონ და მიწვნენ მაქსიმალურად ბევრ მსახიობს და აღმოაჩინონ ახალ-ახალი საინტერესო სახეები. შეიძლება ეს იყოს ამ ყველაფრის მიზეზი. ამ ყველაფრის შეფასება შემიძლია აბსოლუტურად დადებითად, იმიტომ რომ მაყურებელი ან თეატრმცოდნეები აღმოაჩენენ ისეთ სახეებს, რომლებიც მაგალითად აქამდე არ ჩანდნენ და უცებ აღმოვაჩენთ, რომ ეს რა კარგი მსახიობია ქორეოგრაფიულ სპექტაკლებში. ხშირ შემთხვევაში იყო შემთხვევები, საერთოდ ქუჩიდან რო არ მოხდარა ისეთი ქართულ თეატრალურ ისტორიაში და ძალიან იშვიათად ხდება ესეთი რაღაცა, ქუჩიდან ავიყვანე საერთოდ თითქმის როგორ გითხრათ, პროფესიის უცოდინარი ადამიანი და პროცესში გავიარეთ სწავლაც, შევასწავლე ასე თუ ისე სალაპარაკო ენა გამოვნახეთ, ანუ რაღაც ლიტერატურაც წაიკითხა, თქვათ შემოქმედებითი პროცესის დროს რაღაცები თვითონაც მიხვდა და აი ის შედეგი, რაღაც ვთქვათ, გრამპრესებს საუბრობდით, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი იყო ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ქონია თეატრთან არანაირი შეხება და ამბობდნენ, რომ მეკითხებოდნენ, რომელი თეატრის მსახიობი, საიდან მოიყვანეს. ხო და მე ჩემთვის მეცინებოდა და ვფიქრობდი, რომ ხო, ნუ აი ეს არის ხუმრობით პასუხობდი, რომ საზღვარგარეთიდან მოწვეული მსახიობი, რომელიც ჯერ თქვენ არ იცით და მომავალში დაიპყრობს საქართველოს. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქართულ ცეკვავს ვეკვავდი, ამის გარდა, ანუ სხვა ესეთი გამოცდილება, ანუ პროფესიონალური განხრით არ მქონდა და ეს არის ზუსტად ეს ერთგვარი სასწაული, რომ ჩვენი რეჟისორის და ქორეოგრაფის და პარტნიორების დამსახურებით საკმაოდ დამეხმარა, რომ იმეღწია იმისთვის, რომ მანამდე საერთოდ ქორეოგრაფიულ სპექტაკლში არ მქონდა მონაწილეობა მიღებული და ეს გამოვიდა საბოლოოდ. დროს ჭირდება რაღაცებს, რომ შეძლო ხანდახან. თუ არ გჯერა, შეიძლება ვერ შეძლო, მაგრამ მე მჯეროდა, რომ რაღაც ისეთ დონეზე გამოვიდოდა, რომ ისეთი პროდუქტი იქნებოდა, რომ მაყურებლისთვის ესთეტიურად ახმადი და გასაგები იქნებოდა.
თანამედროვე სამყარო ზოგადად ძალიან სწრაფად იცვლება ადამიანები, დრო, დამოკიდებულებები და ამ ცვლილებებში რთულია ისეთი ადგილი იპოვო, სადაც შეგიძლია ნამდვილი იყო. და ჩემი აზრით თეატრი ან არეკლი ზუსტად ესეთი ადგილია. სადაც ყოველი ნაბიჯი იმას ემსახურება, რომ რაღაცა ახალი ეძიოს, ექსპერიმენტები ჩაატაროს და ეს თვითგამოხატვა არის არა მხოლოდ სხეულის ენით, სიტყვით, მოძრაობებით, ხანდახან სიჩუმითაც კი დიდ რამეს გამოხატავ. ვთვლი, რომ თეატრ ან არეკლს აქვს თავისი ინდივიდუალური დამახასიათებელი ნიშა, რომელთაც განსხვავდება და გამორჩეულია სხვა თეატრებიდან. ანუ არ აქვს ეს შეზღუდის ფორმები, გაძლევს თავისუფლებას და ვფიქრობ, რომ მათი ყოველი ნამუშევარი არის რაღაცა ექსპერიმენტალური, სადაც ყოველთვის იბადება რაღაც ახალი. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ეს განასხვავებს და ცოტათი გამორჩეულია სხვა თეატრებისგან, ანუ არ იმეორებს იმას, რაც უკვე გაკეთებული აქვს, ქმნის ახალს თავისას და თავის ხელწერაში აქვს ქართულ კულტურაში, თეატრალურ კულტურაში. მსახიობისთვის ეს თეატრი არის თავისუფლების სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ საკუთარი ინდივიდუალიზმი ჩარჩოების გარეშე გამოხატონ. რეპეტიციაზე რაღაც სიახლეა, რაღაცა ახალის აღმოჩენა ხდება. არ არის ისე, რომ აი წინა რეპეტიცია გავიმეოროთ და მხოლოდ მაგით მორჩეს. ყოველ რეპეტიციაზე რაღაცა სიახლეს პოულობთ, თუნდაც მოძრაობაში, თუნდაც თამაშში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, რაც მენჭებს სიამოვნებაც, რაც საინტერესოა ძალიან. რა არის ყველაზე საინტერესო პროცესი? როდესაც უკვე მოძრაობები იმ დონეზე ვიცით, რომ ამაზე იმდენად ფიქრი აღარ არის საჭირო და მე უკვე ვფიქრობთ, რომ რა დავამატოთ, ეს განვითარების პროცესი უწყვეტია. რა უფრო მეტად გასაგები და ეს ცოცხალი იყოს მოძრაობა. ის ემოციები, გამოხატულებები სახით და ყველაფრით აცოცხლებს მოძრაობას და უფრო გასაგები და გადამდები ხდება მაყურებლისთვის. ფიზიკურად ძალიან ბევრი რაღაც მომცა, ქორეოგრაფია რადიკალურად განსხვავებულია, ახალია და ეს ჩემთვის ეს სიახლეები ძალიან კარგია და საინტერესო აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ეს ქორეოგრაფია, რასაც რეჟისორი გვთავაზობს და რაც თქვა სინქრონულად უნდა იყოს, მას ვიმეორებთ, მაგრამ ასევე გვაძლევენ თავისუფლებას, რაც შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენ როგორ გვსურს, რამდენად კარგია, რამდენად ერგება და აქედან გამომდინარე უკვე ერთობლივად ვამუშავებთ და მე რა ვიღებთ საუკეთესო შედეგს. არა მხოლოდ ფორმა და ის რომ ესთეტიურად აღქმადი იყოს ჩვენი შესრულება, მნიშვნელოვანია რომ რისთვის ვაკეთებთ ამას, იმისთვის რომ მაყურებელმა შინაარსი სწორად წაიკითხოს და დაფიქრდეს ისეთ საკითხებზე, რომელზეც შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ფიქრობდეს, ამისთვის დრო არ ჰქონდეს. და ჩვენთვის ეს ერთ-ერთი მთავარი თვითმიზანი არის, რასაც ზოგადად ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს ჩემი აზრით. არ არის მხოლოდ და მხოლოდ არავერბალური გადმოცემით ამბავი მოთხრობილი, არამედ არის ექსპერიმენტები, იქ შეიძლება იყოს სიტყვა, იქ სხვადასხვა ჟანრს ეხებიან, სხვადასხვა კომპოზიტორი ყავთ ხო, მაგალითად, რომ ნახოთ პირობითად მათი სპექტაკლი უსიერი, მერე სამი ასული, აი აბსოლუტურად ჟანრობრივად არის განსხვავებული, როგორც სპექტაკლი, ქორეოგრაფია, ასევე მუსიკაც და მხატვრობაც. აი ამ პატარა
პატარა ნიუანსებს ერთი შეხედვით და სიტყვით გადმოცემით რომ მარტივად ჟღერს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რაც მე საერთო სურათს ქმნის, ისე რომ იქმნება მართლაც ექსპერიმენტული თეატრი და ექსპერიმენტული სპექტაკლები. მაყურებელი რასაც არის შეჩვეული და იმას რო აკეთებ, გასაგებია, იმიტომ რომ გუშინ ნახა, გუშინ წინ ნახა და დღესაც იგივეს უყურებს და მე აი გზა არ მაქვს, იმიტომ რომ მაგისთვის არ გამიკეთებია ეგ ყველაფერი, რაღაცეები, რაც არის უკვე მიღებული და გაკეთებული და ნაცადი ის გავიმეორე. ახალს, რა თქმა უნდა, მე ვერაფერს ვერ მოვიგონებ და ახალ ბორბალს ვერ მოვიქონებ, ბორბალი გამოგონებულია, მაგრამ იმ არსებულ ბორბალში არის ბევრი სივრცე და პაუზა, სადაც შეიძლება ადამიანმა და ყველაფერი არ არის ისე მოფიქრებული და გაკეთებული, რომ ამოწურული იყოს. ამოუწურავი სივრცეების პოვნა და ამის მერე მაყურებლამდე მიტანა ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესო. ანარეკლი პირველი სარეჟისორო ექსპერიმენტია, რომელიც სასიყვარულო სამკუთხედს ეხებოდა. მე მგონია რომ ეს იყო მათი პირველი ექსპერიმენტი, რომელიც იყო არა მხოლოდ ეხლა პანტომიმა, არამედ პირველი ნაბიჯები ქორეოდრამისკენ. ჩვენ მყავს სტუდენტები, სარეჟისოროზე ვსწავლობდით ბატონ დავით ანტყლაძესთან მაშინ და უნდა გაგვეკეთებინა საკურსო. მე თვითონ დავწერე რაღაც ამბავი, რომელიც ჩვენს ირგვლივ ძალიან ხდება და ჩემთვისაც არ არის გულწრფელად რო გითხრათ. უცხო ეგ ამბავი, ძალიან ორგანულად გრძნობდი ყველაფერს, რასაც წერდი და ვიმუშავეთ ბევრი საკმაოდ. მერე მოხდა ისე, რომ ეს სპექტაკლი სხვა პანტომიმის ნოველებთან ერთად იყო წარდგენილი სერბეთში საერთაშორისო ფესტივალზე. მე და სალომე ვიყავით ჩასულები და იქაც ავიღეთ გრან-პრი. სარა კეინის მიხედვით დაიდგა აფეთქებული. მძიმე, უსიტყვო ქორეოდრამა, რომელიც ადამიანურ ძალადობასა და სულიერ სიმძიმეებს ვივალდის მუსიკის თანხლებით ესთეტიკური ფორმით გადმოსცემდა. შვიდჯერ მაგნახე. რატო ასე საინტერესოა თორემ? მიყვარს ზოგადად. ხა ვიტყვი. მე პირადად ძალიან მიყვარს და ძალიან მაინტერესებს ქორეოგრაფიული სპექტაკლები. აფეთქებული აქვთ მათ ერთ-ერთი ნამუშევარი, იმუშავეს სალომე ფილიშვილმა, სალომე იბდითმა და გიგი ლორიამ და ძალიან საინტერესო იყო და რატო? თვითონ პიესაც ხო ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს კიდე მძიმედ იყო გადმოცემული. უსიტყვოდ, აბსოლუტურად თუ არ ჩავთვლით, ბგერებით გაჟღერებულ სიტყვა მიყვარხარს, ხო? მძიმედ იყო, მაგრამ მაინც ყველანაირად აღსაქმელი და აი შეუძლებელი იყო მაგ სპექტაკლიდან ალბათ გამოსულიყავი აი ჩვეულებრივად იმ განწყობით, რა განწყობითაც შეხვედი. გამოდიხარ უფრო დამძიმებული და უფრო გაფიქრებს და ზოგადად აი რომ გადავხედოთ და მოვიკულიოთ რაზე მუშაობენ, რას გამენ. სულ არის მათი სპექტაკლები სიყვარულის გარშემო. ოღონდ ეს სიყვარული არასდროს არ არის რაღაც ბედნიერი სიყვარული. ყოველთვის არის საუბარი იმ სიყვარულზე, რომელიც განადგურებს, რომელიც ხდება ტრაგედია. ეს ალბათ ის გამოძახილია, რაც რეალურად სიყვარულს ცხოვრებაში თან ახლავს და არა მხოლოდ პეპლები და სილამაზი, რაც მე გარედან ჩანს ხოლმე. უსიერი ეს არის აკუტაგავას ნაშრომის მიხედვით და
ჩემი აზრით იყო აბსოლუტურად ამოტრიალებული. აბსოლუტურად თავიანთი ხედვა ჰქონდათ ჩადებული, რომ ის არ იყო, რომ პირდაპირ მიყვებოდნენ. თუმცა ეს თამამად შემგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთ სპექტაკლში ასე არ ჩანს, რომ რაღაცა ტექსტს აიღებენ და მას მიყვებიან ზედმიწევნით. არა, ისინი ასე ვთქვათ, იღებენ ფაბულას და მერე მიყვებიან და ამ ფაბულის გარშემო მუშაობენ. უსიერი იყო საინტერესო თუნდაც ახალი ნაბიჯების გადადგმით, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული იყო აფეთქებულისგან ჟანრობრივადაც კი. აბსურდზე მუშაობა ზოგადად არ არის მარტივი და იქაც ეხებიან ისეთ თემებს, რომ ვინ არის მართალი, შენც მართალი ხარ, შენც მართალი ხარ, ისიც მართალია და სად არის სიმართლე და ვიკულიოთ სად არის სიმართლე, მაყურებელს ყოველთვის სხვანაირად ხვდება და რა ვიცი, ალბათ მაყურებელი გულგრილი არ დარჩებოდა და ამ სპექტაკლთან დაკავშირებით აუცილებლად მიმაჩნია ყოველთვის იყოს აღნიშნული კომპოზიტორი. ბეგი ნიკოლაიშვილმა სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის დაწერა მუსიკა, რომელიც უბრალოდ მაყურებელს გაიტაცებს. ყოველ შემთხვევაში მე მქონდა აკვიატებული, რომ გამოვედი და სულ მინდოდა, რომ მომესმინა და თავისთავად ისე იყო სპექტაკლს ეს ყველაფერი, რომ სპექტაკლს მორგებული ეს მუსიკა, რომ საერთო სურათში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, ასე ვფიქრობ, კომპოზიტორსაც. მეორე ადგილი თეატრი ანარეკლი. სამიასული ბოლო პერიოდის წარმატებული ნამუშევარია, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დაიდგა. იგი რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზეც იქნა წარდგენილი. სიგნალის ფესტივალზე გავიმარჯვეთ. შემდეგი იყო ცეკვის და მოძრაობის ფესტივალი, სადაც სპეციალური პრიზით დაგვაჯილდოვეს. შემდეგი იყო, რომ ჩვენ მიგვიწვიეს ჩინეთში, სპეციალური მოწვევა იყო. უზარმაზარ თეატრში ვითამაშეთ ეს სპექტაკლი, ძალიან ნერვიულობ და საპასუხისმგებლო იყო, იმიტომ რომ 500-600 კაციან დარბაზში მოგვიწია თამაში და განსხვავებული კულტურის ხალხთან როგორ შევძლებდით ამ ჩვენი ქართული ნამუშევარის მიტანას და მე ვარ ბედნიერი, რომ მოხერხდა ის, იმიტომ რომ მაყურებლის უკურიაქცია და თვითონ იმ ფესტივალის შემქმნელების ყოველდღიური დღემდე გვაქვს კონტაქტი, ისეთი იყო, რომ მე მგონია, რომ ეს შედგა, ჩვენ მივიტანეთ მაყურებლამდე ჩვენი სათქმელი. და ეს ყველაფერი აქ არის დამთავრებულა პერუს ბიენალეზე ვართ მიწვეულები და ჩვენი სპექტაკლი არის მთავარ პროგრამაში. ხო და მარტო ამიტომ მგონია, რომ ჩემი თეატრი იმსახურებს, რომ კონდეს თავისი სივრცე, იმიტომ რომ ჩვენ ამ სივრცის გარეშეც შევძელით რაღაცების კეთება. თეატრი აქტიურად თანამშრომლობს სხვა ხელოვანებთან. აღსანიშნავია პროექტები რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში, რომლებიც ეროსი მანჯგალაძეს, ვერიკო ანჯაფარიძესა და სესილია თაყაიშვილს მიეძღვნა. ერთი პროექტი გქონდა ეროსი მანჯგალაძის პროექტი, სადაც ეს არაჩვეულებრივი მსახიობები ჩვენთან ერთად რაღაცა იმ ამბავს ხვებოდნენ, იმ ემოციას გადმოსცემდნენ, რომელიც გონია რომ ეროსი მანჯგალაძეს ძალიან მოუხდა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა უბრალოდ კარგ არტისტზე კი არ გვინდოდა მოგვეყოლა, ჩვენ გვინდოდა იმ რთულ, საოცრად სევდიან, საოცრად ტრაგიკულ ცხოვრებაზე, რომელიც ეროსი მანჯგალაძემ განიცადა და ამისთვის მე მინდოდა, რომ ეროსი, რომელიც ძალიან უყვართ, ისევ შეყვარებოდა იმ თაობას, რომელსაც ის სცენაზე არ უნახავს. და ეს ბავშვები, კი არა და ეს მსახიობები, გიგი ლორიას ხელმძღვანელობით, ამის არაჩვეულებრივი გამოხატულება იყო. ჩვენ ახალი ვერსია ვთხოვეთ გაეკეთებინა დათო თავაცეს. ამ ძალიან ნიჭიერ მუსიკოს. და ამ ვერსიაზე უკვე კინტაურის ფორმა შემოგთავაზა გიგიმ და სალომე აჩვენებდა ქალბატონ მარინეს, იმიტომ რომ გიგის და სალომეს ეს ერთად ჰქონდათ მოხაზო. აი სალომე რომ გამოვიდა ამ სცენაზე რაღაცა მე როგორც ჩრდილი ისე დარჩა ამ სპექტაკლში და აი პირდა მარინა რომელიც ცეცხლია და ამ ქართული თეატრის ვარსკვლავია ნამდვილად
და ეს სალომე რომელიც იყო ღირსეული კონკურენტი თუ არა პარტნიორი ნამდვილად რომელიც იდგა მარინას გვერდზე და აი პირდაპირ გაორებას იწევდა შენში საიდგა გეხედა აღარ იცოდი ამიტომ ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხის შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ახლა სულ ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ ჩვენ ერთად პროექტი ვერიკოზე და სესილიაზე. ვერიკო ანჯაფარიძე და სესილია თაყაიშვილი ორი უმთავრესი სახელმძღვარი ქართულ თეატრში. უფრო დიდი ნამდვილად არაფერი არ ყოფილა, ხო? ამიტომ ძალიან რთულია მოყვე ამბავი ამ ქალბატონების თანაარსებობისა კულისებში. იმიტომ რომ იქ იყო ბევრი სითბო სიყვარული და ხანდახან დაპირისპირება და ჩვენ გადავწყვეტეთ რომ გულწრფელად რაღაცა მოვიდა დრო როცა ამაზე ლაპარაკი შეიძლება. როგორ თანაარსებობდა ეს ორი გენიალური ქალი ერთ დროს ერთ თეატრში და ერთ საგრიმიოროში და თან ძირითადად მათი ურთიერთობა სულ იყო სიყვარულით და დიდი პატივისცემით გაჯერებული. აი აქ ძალიან დაგჭირდა გიგი ლორია როგორც ქორეოგრაფის მოწვევა რომელმაც აი იმას, რასაც ჩვენ ვერ ვიტყოდით, სხეულს ეთქვა. და გიგი ისე ზუსტად, ისე სინთეზურად მუშაობდა რეჟისორთან, იმიტომ რომ ნიკა ჩიკვაიძე არაჩვეულებრივი ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც აკეთებდა ამ წარმოდგენას, ნახევარი სიტყვით ესმოდა. ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ამ წარმოდგენაზე მუშაობისას და მივხვდი, რომ რა მნიშვნელობა აქვს, როცა შენ შეგიძლია სხვისი აზრი გაითვალისწინო და იცოდე შენი ადგილი, კონტექსტის განსაზღვრა და აი თეატრ ანარეკლშიც და ზოგადად მათ სხვა კოპროდუქციებში თანამშრომლობაში, რასაც ისინი აკეთებენ, აი ზუსტად ჩანს, რომ მათ იციან თავიანთი ადგილი. არც წინ და არც უკან, აი იქ, სადაც უნდა იყვნენ და ამიტომ მე განსაკუთრებულად მიყვარს ეს ხალხი, განსაკუთრებულ წარმატებას უსურებ და მგონია, რომ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს გააკეთებენ. მიუხედავად წარმატებისა და საერთაშორისო აღიარებისა, თეატრს არ აქვს საკუთარი სივრცე და ძირითადად გრანტებზეა დამოკიდებული. აი ძალიან დიდი პერიოდი, ანუ არც ფულის გარეშე, ყოველგვარი სახსრების გარეშე, ღია ცის ქვეშ, ყველაფრი უიმედოდ თითქოს ვიყავით და რაღაცა არაფრისგან შევქმენით თეატრი და ჩვენ ეხლაც არ ვართ თქვათ კომფორტულად და სულ შაპიდას ვეძახი ჩემს თეატრს ხან სხვა იმ თეატრში ვართ ახლა ხან ამ თეატრში ვართ ახლა მარლიანიშვილის თეატრში ვარ და მადლიერები ვართ ამ ხალხის მაგრამ რაღაცნაირად მივახციეთ იმას რომ ჩვენ ვარსებობთ ძალიან მადლიერი ვარ კულტურის სამინისტროს რომელიც უმეტესწილად ითვალისწინებს ჩვენს პროექტებს ასევე მერია არის კერძო რაღაც კონკურსები სადაც მონაწილეობდა სპექტაკლიც მაგ ნაწილი მაგ კერძო ფესტივალიდან დაფინანსდა და აი ესე რაღაცა მოკლედ თუ სადმე შესაძლებლობა ყველაფერს ვცდილობ რომ მაქსიმალურად კონსოლიდირება მოვახდინო და მერე გადავთარგმნოთ სპექტაკლში. მე რამდენადაც ვიცი, აი სიღამის ფესტივალზე თქვენ ფულადი ჯილდოს მიყეთ და უბრალოდ მე მაინტერესებს ეს ბევრია თუ საშუალო თუ ცოტა ეს რაოდენობა. გააჩნია რომელი პრიზმიდან შევხედავთ, ან ქართული პრიზმიდან თუ შევხედავთ, ძალიან დიდია, იმიტომ რომ არც ერთ პრემიაც არ არის, 15000 ლარი ავიღეთ ჩვენ მაგალითად და მაგხელა პრემია არც ერთს არ აქვს, ან კონკურენციას ვერავინ არ უწევს და ამიტომაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა რომ ახალ სპექტაკლებზე გვეფიქრა, ახალ გასტროლებზე გვეფიქრა, თავისუფლად უფრო თამამები ყოფილიყავით და უნდა გითხრათ რომ რამოდენიმე ფესტივალ სადაც ჩვენ ახლა ვიყავით იმ ფესტივალის მერე ძალიან ხელი შეგვიწყო მაგ იმას აბასისო თანხმობა რომ მქონდა, იმიტომ რომ შეიძლებოდა რომ ვერც ვერ გამოსულიყო, იმიტომ რომ იყო რაღაცა წინასწარ გადასახდელები, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევძლებდით და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ეგ
მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი და საინტერესო ისეთი რაღაც გააკეთო, რაც მანამდე არ მომხდარა. ანუ ვფიქრობ, რომ აი ეგ თან ხარო ყოფილიყო საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეძინა სარეპეტიციო სივრცე, ეგ იქნებოდა ძალიან დიდი ბედნიერება, ჩვენ ვეძებთ. ვიფიქრეთ, რომ ბანკიდანაც დაგვემატებინა რაღაცა, მაგრამ ნუ არ გამოვიდა, იმიტომ რომ აი რაღაცა სხვაში წვეთია ეგ, რომ 15,000 ლარით რაღაცა გააკეთო. თუმცა მაინც კარგია, რომ ესეთი რაღაცები ხდება და მე მიხარია და მე ვიქნები გულშემატკივარი ყველა იმ ფესტივალი, სადაც იქნება ფულადი ჯილდო, იმიტომ რომ ჩემნაირ კერძო თეატრებს განსაკუთრებით სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა, რომ იარსებონ და რაღაცა ახალი შექმნას. რასი არ წყვეტს მუშაობას, რადგან მათთვის მთავარია სიყვარულით, ენთუზიაზმითა და შრომით შექმნან ისეთი რამ, რაც ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებაში საკუთარ ადგილს დაუმკვიდრებს. ჩვენი, ჩემი აზრით, კომფორტის ზონა არასდროს არ არის ჩვენთვის ყოველთვის რაღაცა განვითარებას ვეძიებთ, რაც საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო პროცესი არის ჩემთვის. და იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენი თავდაუზო გავიშრომა ახალ ისეთ ადგილს მოვიძიებთ სივრცეს, სადაც ეს თეატრი იარსებებს, საკუთარ სივრცეს გულისხმობ, სადაც შეძლებს, რომ სრულიად განვითარდეს და საქართველოში ერთ-ერთი განსხვავებული თეატრი იყოს და ცნობილი თეატრი იყოს. დღეს უკვე ძალიან ბევრი ექსპერიმენტული თეატრი იბადება. ხშირად გამიგია, რომ რა საჭიროა ამდენი თეატრი, რა საჭიროა ყოველი ფეხის ნაბიჯზე თეატრი. საჭიროა, იმიტომ რომ ასე დამოუკიდებელი ექსპერიმენტული ლაბორატორია, ექსპერიმენტული თეატრები ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე ისეთ ნამუშევრებს, ისეთ სახეებს, რომლებიც მერე სამომავლოდ ქმნიან ან შექმნიან ძალიან საინტერესო სპექტაკლებს, რომლებიც მერე დარჩება თაობას. და ზოგადად მე ვფიქრობ, რომ რაც არის ექსპერიმენტული, უკვე საინტერესოა. ყველა თეატრს მგონია, რომ თავისი კატეგორია მაყურებელი მაინც ეყოლება და ანარეკლიც ვფიქრობ, არის თეატრი, რომელმაც აიღო სტარტი და შექმნის საინტერესო ნამუშევრებს.